მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფერზე, იმისათვის რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს საკუთარი მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანი ეს პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. განათლების მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თემატური ბანაკი გახსნა და მონაწილეებთან შეხვედრა გაამართა. ღონისძიების ფარგლებში ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად მინისტრისგან მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია. ბანაკის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია. საბანაკე პროგრამა 4 დღისგან შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან მრავალფეროვან საგანმანათლებლო სპორტულ და გასართობ აქტივობებში. გავხსენით პირველი თემატური ბანაკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2025 წლის მანძილზე ჯამში 8 ბანაკი გაიმართება და 1000-ზე მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროცესში. დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ თითოეული ახალგაზრდისთვის გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარი იქნება. მოხარული ვართ რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ასეთ საინტერესო ღონისძიება ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო აუდიტორია, ძალიან აქტიური ახალგაზრდობა, დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელი პროგრამა და ასევე შემდგომი თანამშრომლობა კიდევ ბევრ კარგ საინტერესო პერსპექტივას პირდება. დღეს არის მეორე დღე ბანაკის და საკმაოდ ნაყოფიერად დაიწყო. დღეს შეხვდით მინისტრს, გავუმართეთ საინტერესო დისკუსიები აქტუალურ თემებზე და ვიმეორებ რომ დარჩენილი დღეებიც საინტერესო იქნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით უკვე მეორედ წარსდგა. წელს სტენდის ვიზუალური კონცეფცია 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად ქართველი მოღვაწის იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვით მომზადდა.